იყო და არა იყო რა? იყო ერთი პატარა გოგონა. კეთილმა ბებიამ გოგონას პატარა წითელი ქუდი მოუგსოვა. ეს ქუდი ისე უხდებოდა, რომ თავიდან აღარ იშორებდა. ამიტომ ყველა პაწია წითელ ქუდას ეძახდა. ერთხელ დედამ ქადა გამოაცხო და გოგონას უთხრა: "წადი, ბებო მოიკითხე, გავიგე, ავად გამხდარა." წითელ ქუდამ მაშინვე გასწია ბებიისკენ. ტყეში რომ შევიდა, ერთი მაწანწალა მგელი შემოხვდა. მგელმა ჰკითხა: "საით მიდიხარო?" საბრალო ბავშვმა აბა რა იცოდა, რომ მგელთან სასაუბროდ არ უნდა შეჩერებულიყო და უპასუხა: "ბებია სანახავად მივდივარ, დედაჩემმა ქადა და ერთი ქილა ერბო გამომატანა." "ბებია შენი შორს ცხოვრობს?" კითხა მგელმა. "დიახ, აგერ სოფლის განაპირას რომ სახლია, იქ ცხოვრობს." მიუგო წითელ ქუდამ. "კეთილი," უთხრა მგელმა, "მეც წამოვალ ბებია შენის სანახავად. ოღონდ მე ამ გზას დავადგები, შენ კი აგერ იმ გზით წადი, აბა ვნახოთ, ვინ უფრო მიასწრებს." მგელი მოკლე გზას დაადგა. გოგონა კი გრძელი გზით წავიდა. გზაში ხან თხილს კრებდა, ხან პეპლებს დასდევდა, ხან კი ყვავილების თაიგულებს კრავდა. მგელი უფრო მალე მივიდა ბებიასთან. შევარდა სახლში და ბებია თვალის დახამხამებაში შესანსლა. მერე კარი დაკეტა, ბებიის ლოგინში ჩაწვა და წითელ ქუდას დაუწყო ლოდინი. გოგონამ ცოტა ხნის შემდეგ კარზე დააკაკუნა. პასუხი რომ ვერ გაიგო, ურდული გასწია და კარი გააღო. მგელმა რომ დაინახა ოთახში შესული გოგონა, მაშინვე საბანი წაიფარა და უთხრა: "ეგ ქილა და ქადა სკივრზე დადე და მოდი ახლოს." "ბებია, ეგრე დიდი ხელები გქონია," შეიცხადა წითელ ქუდამ. "ეს იმიტომ რომ უკეთ მოგეხვიო ჩემო გოგონა." "ბებია, ეგრე დიდი ფეხები გქონია." "ეს იმიტომ რომ უკეთ ვირბინო ჩემო გოგონა." "ბებია, ეგრე დიდი ყურები გქონია." "ეს იმიტომ რომ უკეთ გავიგონო ჩემო გოგონა." "ბებია, ეგრე დიდი თვალები გქონია." "ეს იმიტომ რომ უკეთ დაგინახო ჩემო გოგონა." "ბებია, ეს რა დიდი კბილები გქონია." "ეს იმიტომ რომ უკეთ შეგჭამა." თქვა და ალმა მგელმა პაწია წითელ ქუდა გადაყლაპა. ამ დროს ბებიის სახლთან ტყის ჭრელებმა ჩაიარეს, გაიგონეს ხმაური, შეცვივდნენ სახლში, გელი მოკლეს და მუცრიდან ბებია და წითელ ქუდა უვნებელი გამოიყვანეს.